მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დროს გვერდზე გეტყვის ისეთი ადამიანი, ვისი იმედიც გაქვთ და შეგიძლია ამ ადამიანზე მთლიანად იყო დაყრდნობილი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ის ადამიანი შენთან ერთად იაზრებს ამ პროცესებს, შენთან ერთად გადის იმ რთულ მომენტებს, რომელსაც თავად გადიხარ და ისეთივე რთული არის ეს ყველაფერი მისთვის, როგორც ჩემთვის. უნდა ვთქვა, ჩემი ბიძაშვილის მაგალითი, რომელიც დღემდე მიდგას გვერდში ამ დაავადებასთან ბრძოლაში. მან მოიფიქრა ესეთი განტვირთვის საშუალება თევზაობა, რის დროსაც ჩემს პრობლემებს OCD-სთან დაკავშირებით ვივიწყებდი და სხვა სივრცეში ვერთობოდი, ესე რომ ვთქვათ, ყურადღების გადატანის მიზნით ძალიან დიდი როლი ითამაშა. ის ნაბიჯები, რაც გადავდგი ამ დაავადებასთან ბრძოლაში, ჩემი ბიძაშვილის დამსახურება, იმიტომ რომ ჩემი სტიმული იყო, ესე რომ ვთქვათ, რაღაცაში წინ წავსულიყავი და დამიწყო ისეთი ცხოვრება, როგორც ცხოვრებითაც ვცხოვრობდი ადრე. ანუ ოჯახის წარმომადგენლმა დღემდე არ ვიციან რამჭირს, იმიტომ რომ არ ვიცი, არც მე ვარ მზად რომ ეგ მოუყვე და არც ისინი არ იქნებიან მზად, ესე მგონია. ერთადერთი ვინც იცის არის ჩემი შეყვარებული და მეტმა არა და მეგობრები რა და ეგ ადამიანები იყვნენ, ვინც მეხმარებოდნენ რაღაც ამ სიტუაციიდან გამოსვლაში. საერთოდ ერთი მეგობარი მიყავდა, რომელსაც ჩემს გამო დაიწყო მუშაობა, იმიტომ რომ ფსიქიატრთან მევლო და წამლის ფული მქონდა, იმიტომ რომ მე ხალხთან კონტაქტი არ შემეძლო და ვერც მუშაობდი და ეგ ადამიანები იყვნენ, ვინც მეხმარებოდნენ ამ სიტუაციიდან გამოსვლაში.